დილამშვიდობისა, რადიომედის დილის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას და ჩვენ ახლა გამოვეხმაურებით ჟურნალისტურ პრემიას, ალექსანდრე ბერულავას სახელობის იმ პრემიას, რომელიც წელს უკვე მეორედ გაიმართება და ამ თემაზე სასაუბროთ რადიომედის სტუდიაში ჩვენ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დირექტორ ზეკა წივწივაძეს მასპინძლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით, უღრმესი მადლობა დათმობილი დროისთვის და გამოხატული ინტერესისთვის. მადლობა თქვენ ამ ინიციატივის და სტუმრობისთვის. Sasha Berulova is გამორჩეული ადამიანი იყო, რომელიც თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ყოველთვის იმ პერიოდში ნაცნობი ადამიანი იყო და ასე შემდეგ და მესმის რომ მსგავსი აქტივობა მინიმუმ მსგავსი გმირების უკდავყოფისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. მაგრამ პირველ რიგში გითხარით ეს ერთხელ უკვე ჩატარდა ეს კონკურსი და გამარჯვებულებიც გამოვლიდნენ. მათ შორის ვიცი რომ იყო დალი ჯონჯუაც რომელიც იყო ჟურნალისტი აფხაზეთშიც და უკვე აქაც და ახლა უკვე მეორედ იმართება. ხო არაფერი შეიცვალა, ასე ვთქვათ, გამარჯვებულთა სიაში, უბრალოდ თუ არ დაემატა იმ ადამიანთა შემადგენლობა, ვისაც შეუძლია კიდე დამატებით მიიღოს მონაწილეობა, ან ნომინაციები ხო არ განივრცო, როგორია, ვინ იღებს მონაწილეობას, რა პერიოდიდან შეეძლიათ მონაწილეობის განაცხადის გაკეთება, განაცხადის ფორმა როგორია, რეგისტრაციის დრო რამდენია. გასაგებია, ნელ-ნელა დამისვით კითხვები. ნუ ეს შესავლისთვის ეს ინფორმაცია მაინც. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ზაზა იმ შესავალისთვის, რომელიც გააკეთეთ და რომელშიც ძალიან კარგად ჩანს, რა კარგად იცნობთ აფხაზეთის თემას, ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობდნენ აფხაზეთის თემაზე, ქალბატონი დალი ახსენეთ და მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე წელია ის გარდაცვლილია, ძალიან დიდი დანაკარგია აფხაზეთის საზოგადოებისთვის და ზოგადად ჟურნალისტიკისთვის შეუდარებელი ადამიანი იყო და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ პირველი ჯილდო საშა ბერულავას იმას გადაეცა. და ვისურვებდი თქვენსავით ცოდნა აფხაზეთის თემაზე, აფხაზეთის მედია გარემოზე და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ჟურნალისტი ჰქონდეს და რეალურად ეს პრემიაც ამას ემსახურება. მოდით ცოტას ვისაუბრებ ალექსანდრე საშა ბერულავაზე, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შესავალ სიტყვაში ახსენეთ. ის იყო ჟურნალისტი აფხაზეთში ქართულენოვანი ტელევიზიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი დირექტორი. იყო სამხედრო პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი, იყო მინისტრთა საბჭოს პრესამსახურის ხელმძღვანელი და ალბათ აფხაზეთში რო გაგრძელებულიყო ჩვენი ცხოვრება და არ ყოფილიყო კონფლიქტი, იქნებოდა ჩემი პედაგოგი. ჟურნალისტიკის მიმართულებით მართალია მე მას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ აი ამ პრემიის დაწესების პროცესშიც და იმდენად დიდი შემხებლობა არის მის სახელთან, სულ მგონია რომ რაღაცნაირად გვეხმარება, რომ ეს ჯილდოც წარმატებით განხორციელდეს და დაჯილდოების ცერემონიალებიც და იმაშიც რომ რაღაცნაირად მისი სახელი ისევ აფხაზეთთან არის დაკავშირებული და კი ამ სამყაროში ფიზიკურად ჩვენთან არ არის, მაგრამ ყველანაირად ისევ ცდილობს მისი სახელით პოპულარიზაცია გაუკეთოს აფხაზეთის თემას. ამიტომ ცენტრზე მეტად ამ ჯილდოს ისევ მის სახელს უკავშირებ და წელს მეორედ ვატარებთ. იმდენი კითხვა იყო, ვეცდები რომ ყველას ნაწილად. ვის შეუძლია მონაწილეობა, როგორი ნომინაციებია, განაცხადის როგორი ფორმა უნდა იყოს და რა პერიოდამდე შეუძლიათ. განაცხადების მიღება უკვე დავიწყეთ. ვისურვებდით, რომ ეს იყოს ბოლო 1 წლის განმავლობაში აფხაზეთის თემაზე შექმნილი. იქნება სიუჟეტი, რეპორტაჟი, ასევე სტატია ბეჭდურ მედიაში, ონლაინ მედიაში გამოქვეყნებული. წელს დავამატეთ, რომ შესაძლებლობა აქვს ასევე ინფლუენსერებსაც, რომ გამოაგზავნოთ მასალები, თუ ექნებათ აფხაზეთის თემაზე და ვისურვებდი, რომ იყოს, ჯილდოც ამიტომ არის, რომ რაღაცნაირად წავახალისოთ, ეს არის ფინანსური ჯილდოც, არის სიმბოლური ჯილდოც და ვისურვებდი მეტი მასალა იყოს. წინა წელს ძალიან ცოტა იყო, გულწრფელად ვამბობ. შეიძლება იმიტომ, რომ კონკურსის შესახებ ბევრმა არ იცოდა, თუმცა სხვადასხვა მედია საშუალებები ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, ტელეკომპანია იმედმაც დაგვითმო თავისი საეთერო დრო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მადლობა მათ ამისთვის. წელს კიდე უფრო მეტად ვახდენთ პოპულარიზაციას თემის და იმედი მაქვს მეტი განაცხადის შემოვა და წელს უფრო მეტი მასალა იქნება მთელი წლის განმავლობაში მომზადებული აფხაზეთზე და ზოგადად მშვიდობაზე, კონფლიქტის დარეგულირების თემებზე. და როგორ უნდა მოიქცნენ ვისაც უნდა ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება? თვითონ უნდა შეგეხმიანონ თუ თქვენ პოულობთ აფხაზეთის თემაზე მასალას და ეხმიანებით ავტორს, როგორ არის პრინციპი? აი, თქვენ ეთერსაც გამოვიყენებ და ვთხოვ ყველას, ვისაც აქვს შესრულებული უკვე მასალები გამოაგზავნონ აფხაზეთში
პორტალზეა infocom-ზე. ეს არის ჩვენი ოფიციალური საიტი, აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის, სადაც არის განთავსებული სპეციალური ფორმა, რომელიც უნდა იყოს შევსებული. ასევე გვაქვს გაკეთებული ვიდეოები, რომელიც განთავსებულია ჩვენ საიტზე და დეტალურად არის ახსნილი, ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორ უნდა მოხდეს განაცხადის შევსება, საერთოდ არ არის რთული განაცხადის შევსება, სახელი, გვარი, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენენ, უბრალოდ გრაფებია მოსანიშნი და ბოლოში უნდა აიტვირთოს მასალა, რომელიც შემოდის პრემიას. გასაგებია. შერჩევა როგორ ხდება, თქო შეიძლება მოვიდეს რაღაცა რაოდენობის მასალა და იქიდან ყველა არ იყოს მიჩნეული საკონკურსო უნებრივია. ჩემი ორგანიზაცია AIP არის აფხაზეთის მთავრობის ქოლგის ქვეშ, მისი აპარატის დაქვემდებარების ქვეშ ვართ და გვეხება ყველა ის კანონი, რომელიც ზოგადად საბიუჯეტო ორგანიზაციას ეხება და შესაბამისად კანონის ფარგლებში დგება კომისიაც, რომელიც შემდეგ გადაარჩევს ამ მასალას. კომისია იკრიბება 3 ჯერ. ახლა პირველი შეკრება იქნება, რომელიც გაივლის დებულებას, კრიტერიუმებს, რომლის მიხედვით შეაჯამებს, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს მასალების გადარჩევა. შემდეგ მეორე სხდომაზე უკვე მასალებს მივაწვდით და შემდეგ თავად იმშელებენ და ბოლო შეხვედრაზე უკვე ხმათა უმრავლესობით გამოავლენენ გამარჯვებულებს. მე კომისიის წევრი არა ვარ. ხო, გასაგებია. თქვენ ბრძანეთ, რომ შარშან ძალიან ცოტა იყო. ზოგადად თუ გადავავლებთ ქართულ მედიას თვალს, საერთოდ ახლოს ვერ მივა პირობითად 90-იანების გასაგებია, მისი მეორე ნახევარი გასაგებია, თუნდაც 2000-იანი წლების საპუბლიკაციო რაოდენობასთან, რომელიც აფხაზეთის თემასთან იყო დაკავშირებული. დიახ. ეს საერთოდ ცალკე საუბრის საგანია, ამდენი დრო სამწუხაროდ არ აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ დეფიციტი იგრძნობა და ამ ერთი აქტივობით რამდენად ფიქრობთ, რომ ამ დეფიციტს შეავსებთ? ხომ არ ჯობდა რომ მაგალითად თუნდაც უმაღლეს სასწავლებლებში ამ თემატური კონფერენციები ჩატარებული იყო, სადაც ექნებოდათ ვალდებულება სტუდენტებს, რომ რაღაცა ნაშრომი შეექმნათ, ემუშავათ, თემით დაინტერესებულიყვნენ და ეს კიდევ უფრო მერე შეუწყობდათ. თუნდაც იგივე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის, არა მხოლოდ აფხაზეთის სოხუმის უნივერსიტეტის, არამედ ზოგადად ყველა უნივერსიტეტში რომ ამ ფაკულტეტზე და ეს კიდევ ერთი იმპულსი იქნებოდა, რომ მაგალითად ინტერესი გამხდარიყო და ამის შემდეგ. მოკლედ ცნობადობის და თემის გააქტიურების კუთხით არის როგორც ხდები ეს ინიციატივა და რამდენად გრძნობთ ამის შედეგს? შედეგი ნელ-ნელა უნდა ვიგრძნოთ. პირველ რიგში მადლობა ამ შეკითხვისთვის. აფხაზეთის მთავრობა და მასში შემავალი სხვადასხვა უწყებები, სამინისტროები ამ თემატურ კონფერენციებს არაერთხელ მართავენ. მე ვისურვებდი, რომ მედია უფრო მეტად დაინტერესდეს და გააშუქოს ეს საკითხები, იმიტომ რომ კონფერენციები არც თუ ისე ცოტა ტარდება. სულ ცოტა ხნის წინ მაგალითად კონფერენცია ჩატარდა აფხაზურ-ქართულ ლიტერატურასთან დაკავშირებით. მუდმივად მზარდია ესეთი თემატური ღონისძიებები, სადაც არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდების ჩართულობა. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი, მე ჩემ ცენტრთან დაკავშირებით ვისაუბრებ, ჩვენ გვაქვს ასეთი მედია პროექტი, მაგალითად გაკვეთილი აფხაზეთი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წელს გვაქვს დაგეგმილი 100 სკოლაში შესვლა. 60 სკოლაში უკვე შევედით 2025 წელს გულისხმობ და ერთ სრულ გაკვეთილს ვიღებთ 45 წუთის განმავლობაში ვესაუბრებით ბავშვებს აფხაზეთის თემაზე, ასევე მათ ვაჩვენებთ სპეციალურად მათთვის მომზადებულ ვიდეო მასალას. საუბარია მე-10 მე-11 კლასელებზე, დაახლოებით 33 წუთიანია ვიდეო მასალა, სადაც აღწერილია აფხაზეთის გეოგრაფიული მდგომარეობა, ისტორია, შემდეგ ნაჩვენებია კონფლიქტის პერიოდი, ასევე გმირები, რომელიც აფხაზეთის ომმა დაგვიტოვა და კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამავე პროექტის ფარგლებში გამოცხადებული გვაქვს, რადგან გვინდა რომ ფიდბექი დაგვიბრუნდეს ბავშვებიდან, მულტიმედია კონკურსი. ამ კონკურსის ფარგლებში წლის ბოლოს განაცხადები ნელ-ნელა შემოდის უკვე სკოლებიდან, საინიციატივო პატარ-პატარა ჯგუფები თვითონ აკეთებენ ვიდეოებს, ინტერვიუებს ასე შემდეგ და დეკემბერში გვექნება უკვე დიდი დაჯილდოება. ეს პროექტი სკოლებთან მიმართებაში გაგრძელდება. მომავალ წელს ანალოგიური აქტივობა გვაქვს კონკრეტულად ჩემს დაგეგმილი უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებაში და არ გავუსწრებ მოვლენებს და მომავალ წელს იმედი მაქვს ისევ დამპატიშებ თქვენ ეთერში და ამაზე შემდეგ ვისაუბროთ. კი ბატონო, რა თქმა უნდა ღონისძიებები ტარდება სხვა ტიპის კონფერენცია, მაგალითად ხელნაწერთა ეროვნულსაც ჰქონდა ამას წინათაც და ვიყავი ვიცი თემა. უბრალოდ მე ვიგულისხმე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციები, რომელიც ამ თემას დაუკავშირდებოდა. ჩვენ რთული რეალობის წინაშე ვართ. ამასობაში ჩვენი საერთო დრო იწურება. მოდით კიდევ ერთხელ ვუთხრათ მსმენელს, როდემდე შეუძლია რომ გააკეთონ განაცხადი
განაცხადები მიიღება 1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე და წელს არის საშა ბერულოვას 80 წლის იუბილე და ძალიან მინდა რომ დიახ 11 ნოემბერს ძალიან მაღალ ხარისხად ჩატარდეს ეს ღონისძიება. გასაგებია, მადლობა. მე იმის თქმა მინდოდა რომ მართლა რთულ რეალობაში ვართ, გავიდა წლები, უკვე თაობები იცვლება და სკოლაში შევდივართ ძალიან სტუდენტებს ვესაუბრებით და უკვე ის თაობა მოვიდა, რომელსაც თვალით არ უნახავს აფხაზეთი, არც იცის რა არის და მხოლოდ გადმოცემით, მხოლოდ ისტორიებით და ამ გადმოცემებსა და ისტორიებში ის ენერგეტიკა. ჩემი ორივე შვილი აქ დაიბადა, ბუნებრივია, ორივე მამით რამდენიმე თაობით თბილისელია, თუმცა ხვალ რო დაბრუნება იყოს, ჩემი შვილები პირველები წავლენ დარწმუნებული ვარ, მშობელზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, რა მართლს ჩავდებთ მომავალ თაობაში. ხო და ნუ მოკლედ კიდევ უფრო დამატებითი თავის ტკივილი გვაქვს ვიდრე 15 წლის წინ თქო, ამის თქმა მინდა დაახლა. მოდით აფხაზეთს თავის ტკივილი არ დავარქვათ, მოდით დავარქვათ გამოწვევა, რომელიც აუცილებლად დადებითად უნდა გაიჭრას. ისე დავარქვათ, ახლა ჩვენ ცოტა სხვაგან წავალთ ამ პოლემიკით, მაგრამ პრობლემა არსებობს. მადლობა სტუმრობისთვის. მე ერთადერთ რამეს ვიტყვი, რომ რადგან ჩვენ ახლა ბატონ საშაზე ვსაუბრობთ და მისი სახელობის პრემია, ჩვენ ვიცით ამ ადამიანს მედიისთვის რამდენი რამეა გაკეთებული უფლებათა დაცვის მიმართულებით და მინიმალური ადამიანური გმირობა, როდესაც იგი 27 სექტემბერს იქ დარჩა და საერთოდ მისი სიცოცხლის დასრულება ცალკე თითქოს ერთის მხრივ ტრაგედიული ამბავია, თუმცა იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყვნენ იქ ბოლო დღეს და ამ ადამიანთა სახელი გვარებით იმედი მაქვს ახსოვს ქართულ საზოგადოებას, არის ის იმპულსი და არის ის ენერგეტიკა, ალბათ, რომელიც მიუხედავად თაობათა ცვალებადობისა, ქართული გენეტიკური კოდის კავშირს ენგურს გაღმა საქართველოსთან არ გააქრობს და პირიქით ამ ნაპერწკალს უფრო გააღვივებს. მადლობა სტუმრობისთვის. უღრმესი მადლობა ამ სიტყვებისთვის.